ეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების გახარების დღეა. მშობლების პატივის ცემის დღეა.
სოფელში დადექის.
შეგვისყანეს და გვაცნუნეს ჩვენ, ვითარ სასახირა და გასმოყვარე. Ყველას გილოცავთ ეს რა ამ წელს გილოცავთ იმიტომ რომ რაც განსაკუთრებული წელიწადი დაუდგა საქართველოს იმ დღიდან როდესაც ეკლესიას მიეცა საშუალება რომ უფრო თავისუფლად ღიად ეთქვა ღვთის ადიდებელი და ჩვენ ახლა დღეს აქავთ ასე თავისუფლად ვეცხოვრა საღვთო კანონებით იმ დღიდან მოყოლებული ბევრი სული და ბევრი კარგი გამოცდილება დაუბრუნდა ეკლესიას. სულიერი უხორციელი სიტყვები, სულიერი უხორციელი წარმატებები დღევანდელი ამ წლის ჩათვლით ამ ეტაპამდე გაგზას ქართულმა გამიარა. ეს არის გზა, რომელიც ქართულმა ხალხმა გამიარა ჩვენს უწმინდეს დავათარისია მეორესთან ერთად. როდესაც ერის პირთი საკუთარ თავზე აიღო, ერის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ასე გავგზარდა თქვენს და ჩვენს სასულიერო პირების ის მოწმენდებამ და დაგვაკეთა ცხოვრების გზაზე. როდესაც ძალიან უჭირდა ქვეყანას სულიერად და თუნდაც ხოცილად ის მაღალი ხმით, მტკიცე ხმით, ის ხმით შეაგონებდა, მოუწოდებდა და ამხელდა ხალხს და ამხელდა ხელისუფლებას და აი ასე მწარე შეგონებები და სრულმით დღევანდელ დღემდე მოიყვანა ჩვენი ქვეყანა. მისი დამსახურებაა ის, რომ ამდენი საუკუნის მერე, აი 20 საუკუნის თავზე საქართველოში იდგა სასწავლება ღვთისმშობლის წინთქმულის დღესასწაული 12 მაისს ამას აღნიშნავთ. მისი დამსახურებაა, რომ დღევანდელ დღეს აღნიშნავთ უკვე 34 წლიდან უბრალოდ პირველი შემთხვევა მის გარეშე ამას აღნიშნავთ და ამ დღესთან ერთად მასაც ვეფერები და განსაკუთრებული არის იმითაც, რომ დღევანდელ წელს საქართველოს ეკლესიას ყავს ახალი კათოლიკოს პატრიარქი შიო მესამე ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი მრავალჟამიერი ცხოვრება ქონდეს მას და მისი წინამძღოლობით ის საღვთო გზა, რომელიც უწმინდესმა გააკვალა და რომელსაც დაგვაკეთა მისი წინამძღოლობით ღირსეულად ბევრს ჩვენთაგანს პიროვნულად ოჯახებით თელს ერს და სახელმწიფოს. ამისთვის ერთგულებაა საჭირო იმ პრინციპებისა, იმ მოწოდებებისა, რასაც უწმინდესი ახმოვანებდა, რასაც კარგაგება და სახარება და წმინდა ეკლესია გვასწავლის. ამიტომ ვუერთგულოთ უფალს, ვუერთგულოთ ჩვენს უწმინდეს, ვუერთგულოთ ჩვენს ეკლესიას, მაშინ საფრთხე ოჯახის სიწმინდისა, საფრთხე მშობელთა პატივისცემისა ჩვენი ცხოვრებიდან გახდება. ეს არის ერთგვარი სიგნალი, რომ ჩვენ სადღაც დავშორდით ღმერთს, სადღაც დავშორდით ადამიანობას და როგორც ომში მიმავალ ჯარს წინ დროშა მიუძღვის თავისი სიმბოლოებით, ასე დროშასავით აგვიმართა ჩვენ მოწმინდესმა ეს მოწოდება, რომ დედამიწაზე, როცა ადამიანი დაიბადება, მას აქვს განსაკუთრებული ღირებულება, რომელსაც ის უნდა უთხრდებოდეს საკუთარი სიცოცხლის პასად. ეს არის ღმერთი, ეს არის სამშობლო, ეს არის ადამიანი და ზოგადად ოჯახი. თითოეული ჩვენთაგანის დაულოცო მინდა თქვენი ოჯახები, თითოეული მშობელი მინდა დაულოცო, ჩვენი სამშობლოს დიდი ოჯახი მინდა დაულოცო და ჩვენი ეკლესია, რომელიც ასევე ოჯახია, რომ ის უნდა ერთგულებას, სიყვარულს და თავგანწირვას მერტმა თითოეულ ჩვენთაგანს მოგვანიჭოს. მერტმა დაულოცოს ჩვენი სასულიერო დასი, ჩვენი მამები, ეს აქ წმინდა საერთის ტაძარში ვართ შემდებილი, აქედან დავიწყეთ ეს მოლოცვა და მერტმა აქედან დავულოცოს ჩვენი სამშობლო და თითოეული ოჯახი საქართველოში. ჩვენთან არის ღმერთი. Amin, amin, Sion dishmani, Horos to Uamugas, Tokwanai Amin, amin. Amen.
გილოცავ დღევანდელ დღეს.